მე სულ ვიმეორებდი, რომ დემოკრატია ჩვენთვის საუკეთესო დაცვაა. ყველა დასავლური ქვეყანა მეუბნებოდა ძალიან ჭკვიანური ამის ხმა. ზუსტად, თქვენთვის დემოკრატია მართლა საუკეთესო დაცვაა. მე უტვინო და სულელი ვყოფილ ვარ. დემოკრატია ასეთი გამოწვევის მიმართ ძალიან დაუცველია. ეს ყველაზე უარესი დაცვაა და მოდით გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას. ეს არის ყველაზე უარესი დაცვა. ისიც რომ ჰანტინგტონმა კიდევ ერთმა დიდმა მოაზროვნემ 1991 წელს ისინასწარმეთ ყველა რომ ავტორიტარული რუსეთის აღზევება ამ ტიპის ქვეყნებისთვის იქნება უდიდესი პრობლემა. ეს არის უდიდესი პრობლემა. რადგან ჩვენ გვაქვს არჩევნები, ისინი კი აგზავნიან დიდ რუს ოლიგარქს და აძლევენ მას $2 მილიარდ. უსმენენ და იწერენ ყველა ჩვენ სატელეფონო საუბრებს, რადგან აქვთ ამის საშუალება. ამას ემატება პროპაგანდისტული მანქანა. ამ სიტუაციაში იძულებულები ვართ გქონდეს არჩევნები, სადაც დადგმულია სცენები, რომ პატიმრებს აუპატიურებენ ციხეში ცოცხებით. შემდეგ იყო 3 თვის შვილი, რომელიც მოკლეს ჩაახჩვეს ქვევრში არჩევნების წინაღამეს. აღმოჩნდა, რომ ის იყო ოპოზიციის ადგილობრივი აქტივისტის შვილი. უმალვე გაჩნდა 10 ვიდეო კამერა იმ მარანში, გაცხადებით, რომ სააკაშვილმა მოკლა 3 თვის შვილი. და ეს ყველა მედია საშუალებაშია. მომდევნო დღეს კი არჩევნებია. და ჩვენ ამას ვეღარაფერს უპირისპირებთ, რადგან აქ არიან ადამიანები, ვინც ყველაფერზე წამსვლელია და ასეთი საქმისთვის შვილის მოკლას კი შეუძლიათ. ნიდერლანდებში არ კლავენ შვილებს არჩევნების წინ. სამყაროს ჩვენს ნაწილში კი კლავენ. ეს მასებზე მოქმედებს და შეუძლებელია ამას გაუმკლავდეთ წმინდა დემოკრატიული მეთოდებით. არ არსებობს გზა, როგორ შეუძლია დემოკრატიას დაიცვას თავი ამისგან. მე არ მაქვს რეცეპტი. ვიცი რომ, როდესაც უპირისპირდები ვინმეს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ვინც არ იცავს არანაირ წესს, არავითარ პრინციპებს, არსებობს დიდი ცდუნება, იყო ავტორიტარი. თუმცა მე არასოდეს გამხდარ ვარ ავტორიტარი.